ეს კადრები ყვარელში ილიას ტბაზეა გადაღებული. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც აქ ამოსული დამსვენებლები უჩივიან, დაბინძურებული წყალია. მათი თქმით, მსგავსი სიტუაცია ხშირია, რის გამოც ტბაში ჩასვლისგან თავს იკავებენ და მხოლოდ სეირნობით შემოიფარგლებიან. Ხელმძღვანელობა კი ამტკიცებს, რომ წყლის ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება. წყალი ძალიან ჭუჭყიანდება ხოლმე, არ ვიცი როგორ უნდა ეშველოს ამას, მაგრამ საღამოთი ძალიან რთულია. აქ ბანაობა ბავშვებისთვის. ბანაკი ვართ პატარა ბავშვებთან ერთად და რამდენჯერმე ამოვედით და ვერ ვიბანავეთ. შარშან უფრო სუფთა იყო ხა, მაინც ნაკლებად ექცევა. წყლის პრობლემა არის სიგნიფიკანტია და ვერ ვანავთ მაგრამ უბრალოდ ასე იმას წამოვართ ხოლმე. ჩვენი ტბა მარაგდება მდინარე დურუჯით. მდინარე დურუჯი საკმაოდ ისეთი მდინარეა, ღვარწოფული, ჩამონატანები მოაქვს ძალიან ბევრი. ამისათვის სალექარია მოწყობილი ტბის შემოსასვლელში და რაღაც ნაწილი ამ წყლის სუფთავდება. მერე უკვე რო შემოდის წყალშიაც დალექვა ხდება. და ნუ ფერი მინდა გითხრათ რომ არ არის ესეთი როგორც ოკეანეში, მაგრამ მაინც სუფთა წყალია და მთავარი რაც არის წყალი შემოდის და გადის ყოველთვის. ანუ არ დგება და დაჭაობების საშიშროება და ეს რაღაც ხავსი რო გაიკეთოს, მაგის საშიშროება არ არის. ბლოკისგან მშენებარე ნაცრისფერი შენობა ილიას ტბის ბულვარის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. დამსვენებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას ველობილიკის ზოლის გაყოლებაზე დაყრილი ცემენტი და სამშენებლო მასალები იქცევს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალ შენობაში 4 საშხაპე და 1 საპირფარეშო განთავსდება. სეზონის დაწყებამდე, ეხლა ეგ ჩემი ის იყო ალბათ რაღაცნაირად ნაკლი, რომ თავის დროზე არ ჩავაყენე უფროსები იმაში. საქმის კურსში. ტბის ტერიტორია 4 ჰექტარს მოიცავს, თუმცა როგორც ჩანს, ყვავილებისთვის განკუთვნილი სკვერების ნაწილი მაყულის ბუჩქებმა, მწვანე ზოლი კი გამხმარმა ბალახმა შეცვალა. ამუცნაური ხიდის გავლა მოუწევთ ტბაზე არსებულ კუნძულზე მოხვედრის მსურველებს, რომელსაც როგორც ჩანს, მუქეიფეებიც ხშირად სტუმრობენ. ასევე კარგად უნდა დააკვირდეთ ამ ტრაპთან მისასვლელ გზას. დამტრეულია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ამფითეატრის სკამებიც. ინფრასტრუქტურა იცით რა თითქოს არის, ხო? რაც უნდა იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ არის. სააკაშვილის პერიოდში გააკეთეს რეალურად, ხო? და ეხლა კიდე ცოტა ოდნავ ქვევით ისევ ჩავარდა, როგორც ყველაფერი. მოხდეს უბრალოდ მეტი გასართობი არ არის. ყვალის რაიონში და არ მოხდეს ის, რომ ცოტა დაბინძურებული არის. მათ კი ვინც ილიას ტბის ტერიტორიაზე ასვლას საღამოს გადაწყვეტს, ეს სურათი დახვდება. გარეგანათების დიდი ნაწილი დამწვარი, ნაწილი კი მწერებით სავსეა, რაც ტერიტორიის სათანადოდ განათებას ვერ უზრუნველყოფს. კომპლექსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, ტერიტორიის ჩაბნელება 23 ივლისს მოსულმა სტიქიამ გამოიწვია. დისკომფორტი არ ექნებათ, დაბნელებული არ არის.